აჭმევდა ოფიციალურად ასმევდა და ინახავდა მეფეს, მაგრამ ის მასხარა ხუმრობდა მეფეზე და არა დაუშვათ ვიღაც ურჩ თავადზე. იმასაც ალბათ. ხო, მაგრამ მე გარდუბალაზე მინდა გარდუბალას რაც შეეხება მე ვფიქრობ, აი მან მინდოდა მისულიყავი რა, მე უფრო შევხედავ ხა ძალიან პოლიტიკურ წიაღსულებს მე არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ამ კომპეტენციას ჩემთვაზე არ ავიღებ, შეიძლება ჩემთვის სახში თუ დრო დავწვევი, ჩემთვის გავაკეთო, მაგრამ საჯაროდ პოლიტიკურ არ ვიცემ ჩემ თავისუფლებას რაღაც პოლიტიკური განცხადება. ამ გადაცემას სხვანაირი ფორმატი აქვს, მე ესე ვიცი რომ მოხდა ეს ფორმატი. მაგრამ აქ ესე საკანში ჩაკეტილი ხალხი ერთმანეთს მე უფრო წამოვალ ადამიანური მომენტიდან, რა თუ შეიძლება. ანუ ადამიანური მომენტი არის ის, რომ დარდუბალა იყო ძალიან უხეში იუმორი. მე არასოდეს დარდუბალა არ მომწონდა. უხეში იუმორი იყო თუ იყო манипуляცია არა. აი ეს არ გახსოვს. იმიტომ უბრალოდ უხეში იუმორი იყო თუ იყო манипуляცია. არა, манипуляციის საშუალება ალბათ იყო, მაგრამ ეხლა როდესაც იუმორი არის იგივე თარგმანის სისტემას ვერ შევეშვით. დარდუბალაში ერთ სერიაში მაქვს ესეთი რაღაცა ნანახი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი შედის ტუალეტში და მოისაქნებს კახა თარგამაძეს. Ну, ეს არის უხეშესი იუმორი, პიროვნები, იგივე შეგრძნება მიჩნდება, ეხლა შეიძლება ბევრს არ ისიამოვნოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი არის ფეხის გასაწმენ ტილოთ აგირდაფენილი. ეს არის უხეშესი რაღაცა. ეს მე არ მომწონს, პირდაპირ. ეხლა შევამჩნიე სხვათა შორის, არც მოიქცევია. ფეხის გასაწმენ ტილოთ საქართველოს პრეზიდენტის პორტრეტის დაფენა არ შეიძლება. ისევე როგორც არ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორ ისაქმებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ამაზე იხუმრო. მე ვფიქრობ, რომ ეს ესეა, ჩემი აზრით. მე გეთანხმები და ეს გავყოლოს დაკარგული გვაქვს ადამიანური მომენტი დღევანდელი აი ამ სიტუაციებსაც რო უყურებ. ხო, პოლიტიკა არ არის ის, რომ და მე მოვხვდი 7 ნოემბერს იმ ავად საფრთხეებელ 7 ნოემბერს ადამიანებში რომლებიც უყურებდნენ ტელევიზორში როგორ უხეთქავენ ხალხს თავს და მოკალით მაგათი დედაც ყვიროდნენ. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არა ადამიანობა. ანუ ის იმ ადამიანს შენ პოლიტიკურად ეთანხმები თუ არ ეთანხმები, იმ ადამიანს თავს უხეთქავენ რა. ბატონო, აი მოდი ეს ვთქვა. ეხლა მე ადამიანობა არ უნდა მოდი ეხლა ვიკამათოთ ერთ რამეზე. არის ესეთი სიტუაცია რა, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ манипуляციის იარაღზე. ხო, დარდუბალაზე როგორც манипуляციის იარაღზე. მხოლოდ აი ესე უხეშად და აი ესე კაფიოთ შეიძლებოდა ზუსტად ისეთი манипуляციური ძალის მინიჭება ამ გადაცემისთვის, როგორც ქონდა, ხო? მისი განიშნულება იყო, რომ ედუარდ შევარდნაძე გადაექცია აი ესე ასაგდებ სამასხარაო ფიგურად და დაებრალებინა მისთვის ისეთი რამეები, რაც ის არ იყო. ანუ რომ ის იყო ძალიან არასერიოზული, ძალიან აი და ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად იქ იყო რაღაცა რეკლამა, როგორ ურეკავს ხამ იმას მიკი მაუსხაზე, რაც აბსოლუტურად არანაირად არ შეეფერებოდა იუმორისტი და სატირიკოსი იმ თვისებებს გამოწევს ადამიანს, რომელიც საშინლად არასწორია. მაგრამ მოდი მიუხედავად იმისა, რომ ეს იუმორი არის კონკრეტული აი ამ ადამიანების. ხო, აი ეს გადაცემა როცა გაკეთდა, ამ გადაცემაში პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ ეს არის манипуляციის იარაღი. ანუ რა თვალსაჩინო, ეს არის გადაცემა, რომლის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი გადადგეს. ხო? ხო ეს იყო. საკალგური ხო? ეს არის ხო ტიპიური გადაცემა. აქ არის ლაპარაკი ტიპიური ჟურნალისტიკაზე, ხო? აი ეს არის ბედის ირონია, რომ ამ გადაცემის ავტორი ამჟამად ციხეშია. ამის კი არა, იმის, დარდუბალას. დარდუბალას ავტორი, ხო? ხო და აი ამ შემთხვევაში ფათაშორის უბრალოდ ნუ იმ სიუხეშები მე არ იყო ვითომ ის არა. იგივე ახლა მეორე მომენტი ის რა გავიქცე და ბოდიში მაგას ნათქვამი და ამიტომ აი დაფენილი ეს ცუდა რამე ეს დავთა. აი დაფენილის ესეთი სახით, აი მაგ კონკრეტულ მიზანს ემსახურება და მე შენ გეტყვი რომ ჩვენ აი ეს იუმორი მოქმედებს იმ ადამიანებზე რომლებიც ეს იუმორი კარგია, მაგრამ მამაშვილი, გაბაშვილი რაღაცა გაგიცინება ძალიან ბევრი რამე დიდება ეს იუმორი კი არ ემსახურება, ეს იუმორი არის შედეგი ამ პროპაგანდისტული ომების, რაც ამ წლების განმავლობაში მიდიოდა. ეს არის იმ საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალება, რომლებიც ერთმანეთს ვიღაც ადამიანმა, ეხლა იმას მე შევლაპარაკობთ, ხო? ვიღაც ადამიანს გაუჩნდა ესეთი იდეა, რომ ფეკალიები ესროლა საკნებში დამდგარი ხალხს. ჯერ ესეც პირველი გენიოსი. ამან მე ეს უთხრა დანარჩენ კიდევ ვიღაც სხვას, ხო? ეხლა ისინი ხო ეთანი ოპერაცია განხორციელდა. ოპერაცია განხორციელდა ერთდროულად რამდენიმე კაცი ერთდროულად მივიდა სხვა ადგილზე. ანუ დავალება მიიღეს ამათ, ხო? მე იმას აგდნენ წავიდნენ, შეაგროვეს და პარკებში ჩაყარეს, თავის საკუთარ ხელით ქნეს ეს ამბავი და თავის მანქანაში ჩადეს.
ეს პარკი ფეკალიებით რატო რომ წასულიყვნენ და ვიღაცისთვის ესროათ. ანუ როდესაც საზოგადოებაში არის ადამიანს აი ამის ჯერ რომ იდეა მოგიოდა მე განხორციელება მოგინდება ეს რო განახორციელებს ეს ისეთი ზიზღის სიმბოლოა რაღაცის რომ აქ ჩვეულებრივი გახუმრება და ჩვეულებრივი манипуляციური არ არის იმისი გამოძახილი მე არის აი ის რომ ეს აფენია და იმიტომ რომ ეს გახდა ჩვეულებრივი მაგრამ არ მედიასა და სხვა დანიშნულება უნდა ქონდეს და ამას დაუდო საფუძველი მე ვფიქრობ ეხლა მარტო დაგდუბალად არ ვერჩინე რუსთავი ორის გადაცემებმა 2001 წლიდან რაც დაიწყო შავი პიარი რაც შემოვიდა თუმცა მანამდე ჩვენ რადიკალური საზოგადოება ვიყავით რადიკალურად დავიწყეთ 99-98 წლებში რომ თურმე ჩვენი პრობლემა არის ის რომ საქართველოში თურმე ცხოვრობენ ოსები და აფხაზები ეს ადამიანები ხო ეს ადამიანები უნდა გავყაროთ მე ამის შემდეგ მოვიდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ნუ მე რუსეთის ამბავი ძალიან საინტერესო კიდე ერთი დეტალი რომელიც მე ძალიან მე აზრს გავაგრძელებ და მე აი იმით საგიმატებ კიდე რომ უცებ გამოცხადდა რომ ყველა ვინც აი 9 მაისს ზეიმობს გამარჯვებას ისინი არიან სხვის ომში მონაწილეები ეს არ არის გამარჯვება მათ საერთოდ სხვის ომში მიიღეს მონაწილე და უცებ 9 მაისს აი ეს მოხუცები თავისი ბევრი ორდენებით რომლებისთვისაც ის იყო ცხოვრების აზრი და რომლებიც მათი მეგობრები თამაშგარეთ გომარებაში გადაარჩენ თამაშგარეთ გომარებაში და ამის შემდეგ ნუ რაც ხდება ყველა ვნახეთ ხო ზვიად გამსახურდია მოვიდა მართლობდა ისე როგორც მართლობდა მინუსებით პლუსებით თუ ამის შემდეგ გამოჩნდა საზოგადოების მეორე ნაწილი რომელიც ამას შეეწინააღმდეგება ამ წინააღმდეგობას მოყვა ომი რა ძალიან ცუდია მოხდა რადიკალიზაცია ესე გავიდა პერიოდი კიდე მოხდა ომი უკვე სამოქალაქო ომი აფხაზეთის დაკარგვა და ასე შემდეგ ისევ ეს რადიკალიზმი გაიზარდა იმიტომ რომ მაშინ ზვიადიზმი წამოიწია ისევ საზოგადოება გაყოფილი იყო მოვიდა შევარდნაძის შემდეგ ტერაქტები მოხდა ამ ტერაქტებმა ძალიან ბევრი რაღაცა გადაათამაშა დარჩა რაღაც ჯგუფი მართველი შევარდნაძის გარშემო დარჩა ჯგუფი რომელიც არ იყო არაფერში მოთამაშე შემდეგ თვითონ შევარდნაძის ჯგუფში მოხდა რადიკალიზაცია ანუ ხელისუფლება ორ ნაწილად გაიყო სააკაშვილი ჟვანია ბუჯანაძე მაშინ დიდი მოთამაშე თუ ვიღაც რჩება თამაში ყოველთვის იყო რადიკალიზირებული მაგრამ ამ ჯგუფმა სააკაშვილის და ჟვანიას ჯგუფმა ყველაზე კარგად გამოიყენა განათლება და ცოდნა იმისთვის რომ PR ტექნოლოგიები რაც არსებობდა შეესწავლა და მე შესაბამისი დანიშნულება მიეცა ამისთვის რომ რათა ხელისუფლებაში მოსულებდნენ და ჩამოეშორებინათ თავისი გამზრდელი მოვიდნენ ხელისუფლებაში და აღმოჩნდა რომ ის პოლიტიკა რომელსაც ისინი ატარებდნენ გამოხშების პოლიტიკა ფაქტიურად რადგან ჩვენ ლაპარაკობდით გადაცემის დაწყებამდე რომ უნდა შექმნა ის გარემო რომელი გარემოც როცა გინდა შექმნას საშენო გარემო ამისთვის საჭიროა რომ ვიღაცა უნდა დასაჯო ამან გამოიწვია ეს რომ ადამიანები დაიჩაგნენ დაისაჯნენ და დაიჩაგნენ ვიღაცა სახლები წაართვეს ვიღაცას ქონება წაართვეს ვიღაცას სიცოცხლე წაართვეს ისევ რადიკალიზაცია დღეს ისევ რადიკალური ჯგუფები ვარ ჩვენ და ის რომ სააკაშვილის სურათი აგდევს არის იმ პოლიტიკის შედეგი რა პოლიტიკასაც ნავთი დაასხა სააკაშვილის და ჟვანიას აი ამ PR ტექნოლოგიებმა ძალიან დიდი ხნიდან არის ეს ყველაფერი დაწყებული და მაგრამ აი ეს ყველაფერი ხო აი ხაერთან მინდა გადავიდე და ეს ყველაფერი სულ არის ხოლმე უსაგნო ლაპარაკი აი მე სხვა არასოდეს არ მაქვს იმის ამბიცია რომ რაღაცა მენტორი მქონდეს და ვიღაცას რაღაცა გზები ვაჩვენო და რაღაც ვასწავლო და არც ვარ ამისთვის მოწოდებული მაგრამ მეორე მხრივ ხო ყველა ჩვენი თავისთვის აი როცა მარტო რჩიებით არ როცა შინაურებში ვსაუბრობთ სულ ვეძებთ გამოსავალს ხო მე სხვანაირად არ მესმის არ არის გამოსავალი მარტო ის რომ აი ახლა მე იმას და როგორც ის დამარცხდება კიდევ ერთი ჯგუფი გაჩნდება კიდევ ძალიან ნაწყენი ადამიანებს ხო კიდევ და ეს გახლეჩა იქნება გაუთავებელი და ხანძრული. აი სად არის ის გამოსავალი, სად შეიძლება რომ საზოგადოება ისე შემოტრიალდეს რომ რაღაცნაირი იუმორი ჩაითვალოს უხერხულად. რაღაც საქციელები მაგალითად პოლიტიკოსის მხრიდან ჩაითვალოს ისეთ უხერხულად რომ მას შერწყვეს ამის ჩადენა. პოლიციელის რაღაც საქციელი აუ რა კარგი იქნება რომ საზოგადოება აი თქვათ იგივე შევარდნაძის მიერ თარგამადის მოსაქმნება რომ არ მოახდინოს გავლენა ხო ანუ აი ეს კარგი